მე მაინტერესებს რა ბიზნესს არ აწუხებს ეს ასე არ არის მე მაინტერესებს გეგმა აწუხებს და აი ზუსტად ხაბიეშვილი რომ დაიჭერა ხაბიეშვილი რომელსაც ხალხი ხან იცინო და ხან კბილებს უწუნებდა და ხან კიდე რაღაცა სასაცილოდ იგდებდა ხო ესე იგი რა აღმოჩნდა რომ თურმე ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა თუ მნიშვნელოვანი არ იყო რას იჭერდნენ შემადგენლობა არ არსებობს დანაშაულის რას ნიშნავს არ არსებობს არასოდეს ეს რო ის იყო კორუფცია ანუ მოგთამა 5 მილიონს რო პირდებოდა ყველა სოფელს ბიძინა ივანიშვილის რა იყო პოლიციელებს პირდებოდა თუ ბლექებს რომ რა მნიშვნელობა აქვს მაგას ეს არჩევნო დაპირება იყო და იმას ეუბნება რომ კანონითო რა არ შეასრულო შენი მეთოდის ბრძანება ამას ეუბნება არა მაგას არ ეუბნება თქვენ არასწორად იბრძანებოდა უკანონო ბრძანება არ შეასრულო არ დადეთო უკანონო ბრძანება არ შეასრულო არ დახოცო ხალხი არ ცემო თვალები არ დათხარო ბურთი არ ითამაშო თავებით არ შესრულებები არ დაუმტრიო ამას ნიშნავს ესე იგი ამას თუ გიბრძანებენ ეს არ უნდა შეასრულო თუ ნებისმიერ ქვეყანაში თუ აქცია გადის კანონის ფარგლებს გარეთ ამას სპეცრაზმა რა უნდა გააკეთოს საბატონო სერგეი პარლამენტის კარი უნდა გაგიღოთ პარლამენტში არავინ არ შეეცარ არავის არ აინტერესებს პარლამენტი არის ხო ამას გეკითხებით ქუჩაში რომ გამოდიხარ გეგმა რა გეუბნებით სახისრულები არ უნდა დაუმტრიონ თვალები არ უნდა დათხარონ და არ უნდა დაახოცონ ხალხი ცემაში და საწამებელ მინივენებში არ უნდა შეიყვანონ ძვლები არ უნდა უმტრიონ ამებაზე არ გელაპარაკებით ანუ ის სცენარი გინდათ აი სააკაშვილის დროს რომ მაგათაც უშიშროებამ რომ პარლამენტს კარი გაუხსნა ეგ გეგმა გინდათ ანუ პარლამენტში საქმე არ მაქვს უსაკმური ხალხი ზის პარლამენტში თუ არა გაქვს კანცელარიაში თუ არ გაქვს არა თვითონ წავა ბიძინა ივანიშვილი ის თვითონ უნდა წავიდეს და თვითონ წავა სხვათა შორის აქვე ერთ საიტს გაგიმხელთ რომ მისთვის ეს არის ხა კარგი გამოსავალი მას აქვს ძალიან ცუდი მდგომარეობა იქიდან სხვათა შორის რუსეთის ემტერება უკვე კი აქებენ ემტერება იმიტომ რომ ის რასაც მის მიღწევაც უნდა და ვერ მიაღწიეს და კიდე ემტერება იმიტომ რომ ის მაინც საფრანგეთის მოქალაქეა და მას კიდე წასასვლელი თუ სადმე აქვს და ვერ ხედავთ არ კითხულობთ რაღაცებს წაიკითხეთ ხოლმე ეს რომ აქებენ რომ აქებენ რაღაცა პატარა მელკიე სოშკი რო ეთქვენ ეს აფს არ ნიშნავს მას კიდევ აქვს შანსი რომ საფრანგეთის მოქალაქეა და საფრანგეთში გადაარჩინოს ქავის ქონების ნაწილი რა თქმა უნდა ხატაკიც არ დარჩება მაგრამ ეს არის მისი შანსი აი ეს თქვენი შანსი რა არის თუ ვერ დაამხეთ საქართველოს გათავისუფლებისთვის 4-ში თუ ვერ დაამხეთ 6-ში აღარ გამოვა ხალხი თქვენთან ხალბატონ სერგეი ესე რომ პირდებით მაგას ნუ დარდობთ ვერ რა გამოვა თქვენ დაუკითხავად გამოდის აქამდე ხალხი ასე რომ თქვენ მაგას ნუ დარდობთ ხალხი გამოდის უკვე 300 დღე ხდება და ყოველთვის გამოვა მანამ სანამ ტოტალიტარიზმი არ დაემხობა საქართველოში და ტოტალიტარიზმი უნდა დაემხოს მშვიდობიანად მაგრამ უნდა დაემხოს მადლობა